ტელეკომპანია ქართულის ეთერში. გასული დღეების პოლიტიკური მოვლენები და კულტურულ სახელოვნებო სიახლეები. მე არ მინდა თქვენგან თავი დავიცოთ, თქვენ და მიცავდეთ მე. Корпусის დემონტაჟს. ტვინის გამოლაყება საზოგადოებისთვის პროპაგანდით. როდესაც ეს პირობად აკადემიის ხელმძღვანელი იგივები. დავიცავ ყველა არტისტს, ჩემი იქნება, თვითი იქნება. თაბ ლაპარაკი არ იმაზე რომ მართვის სტილია შესაძლებელი ქვეყნის. რუსების აგენტებს და ასე ვთქვათ გენერლებს როგორ დაატარებდა ბორტნიკოვს გომელაური. საინფორმაციო მიმოხილვაში კვირის ალმანახი. უყურეთ ტელეკომპანია ქართულს. ლელო ძლიერმა საქართველოს და პარტიამ გახარია საქართველოსთვის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე თბილისის საკრებულოს ერთობლივი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ დაასახელეს. მარტო პოლიტიკური კინკლაობა იყო დარჩენილი. დღეს ჩვენ ვდებთ ახალ სტანდარტს. გამარჯვების რწმენასთან ერთად ჩვენ შევქმნით ისეთ რეალურ პარტია გირჩის თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება. გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს. დასახელებულია თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დათო ფანჯიკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკაონიანი. იაგო ხვიჩიას განცხადებით პარტიის საარჩევნო კომპანიის ხელმძღვანელი და ვიცე-მერობის კანდიდატი სანდრო რაქვიაშვილი იქნება. ჩვენ ვართ ერთადერთი ხალხი, რომელიც გეუბნება, რომ გაგათავისუფლებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლებაში შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი რესურსების მაქსიმუმის გამოვლინება. პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია არასამართლიან, ქართულ ოცნებაზე მორგებულ, არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. პარტიის წევრი ზაზა თავაძის განცხადებით, ხელისუფლება კვლავ აპირებს არჩევნების გაყალბებას. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად კონტროლდება მმართველი პარტიის მიერ. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დაკავებულია, საჯარო სამსახური გაწმენდილია, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად აქციეს. დამკვირვებლები და მედია მკაცრად შეზღუდულია. საერთაშორისო მონიტორინგი პრაქტიკულად გაუქმებულია. ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია არ არის მოწვეული. ამ მრჩეველზე ხორციელდება სისტემური ზეწოლა. ხელისუფლების საბოლოო მიზანია არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ამ პირობებში დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთი გზა ამ მრჩეველთა მაღალი მობილიზაცია. ჩვენ არ დავტოვებთ ამ მრჩევლებს ქართული ოცნების რეჟიმის პირისპირ, განაცხადა ზაზა თავაძემ. მიუღებელი საჯარო მოხელეებით განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად აქციეს. მესამე, დამკვირვებლები და მედია მკაცრად შეზღუდულია. ჩვენი ინფორმაციით, სკოლის და ბაღის მასწავლებლებს აიძულებენ ჩაერთონ საარჩევნო აგიტაციაში და ასევე გაყალბებაში. 31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. 8 ოპოზიციურმა პარტიამ ამ თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მოსალოდნელი იყო ამ ვადაში ივანიშვილმა არათუ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას და ასეც გააგრძელებს, სანამ ქართველი ხალხი არ მოვიკრებთ საკმარის ძალას რეჟიმის დასასრულებლად. ნათქვამია განცხადებაში. ოპოზიციურმა პარტიებმა 13 სექტემბერს 19 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს. დასკვნა არ დადო ეხლა რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და კანდიდატ სახელმწიფოებს საერთოდ არ ვთვლი, იმიტომ რომ დიდი უპირატესობით ვარ წინ. 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ეკა ბესელია.
როგორც ცნობილია, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშია. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასალნი. პრემიის გამარჯვებული 29 სექტემბერს სტრასბურგში გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, საფარის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშები. საქმე ეხება საბოტაჟის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას. ერთ-ერთი დაყადაღებული ორგანიზაცია საფარი მოუწოდებს ქართულ ოცნებას დაუყოვნებლივ გააუქმოს მათ ანგარიშებზე ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. საფარი 24 წელია მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. პროკურატურის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული სტილის რეპრესიების გაძლიერებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. გრაფოლოგიური ექსპერტიზის დასხმით დადასტურდა, რომ თორნიკე რიჟვაძის პიჯაკიდან ამოღებული წერილი მისი დაწერილია. პროკურატურის განცხადებით კი თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე საზოგადოების მიერ აგორებულმა შალმა პიარმა მიიყვანა. თუმცა მრავალი გარემოება საზოგადოების კითხვებს პადებს. თავად რიჟვაძემ მკურნალობის კურსს გადის თურქეთის კლინიკაში და მასთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდულია. 26 აგვისტოს მეტროსადგურმა ვარკეთილმა მგზავრთა მომსახურება განაახლა, თუმცა რეაბილიტაცია სრულად წლის ბოლოს დასრულდება. ამის გამო მეტროსადგური შეზღუდული გრაფიკით 7 საათიდან 23 საათამდე იმუშავებს. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების უფლება 31700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი 1400-ზე მეტმა გამოსაცდელმა. ეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდებით ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. ამ წუთის მდგომარეობით 24 საგამოცდო ცენტრში სრულდება რეგისტრაცია, ჯერჯერობით 7 პროცესში მიდის ყველაფერი და დარწმუნებულები ვართ, რომ ასეც დამთავრდება. 28 აგვისტოს საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა. მარიამობა, ანუ ღვთისმშობლის მიძინება, ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულთაგან. რუსეთი გეგმავს ძალადაკარგულად გამოაცხადოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ ევროპული კონვენცია. შესაბამის განკარგულებას ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მალე იმ სახელმწიფოების რიგში ჩადგება, სადაც წამება და ადამიანის ღირსების შელახვა სახელმწიფო დონეზე გახდება დაკანონებული. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს უახლოეს მომავალში პენტაგონს სახელი გადაარქვას და თავდაცვის უწყების ნაცვლად ომის უწყება უწოდოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში განუცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.
ტრამპის განცხადებით პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში პენტაგონს სწორედ ომის უწყება ერქვა და მაშინ ამერიკა მისი თქმით წარმოუდგენელ გამარჯვებებს აღწევდა. ტრამპი დაყოვნებას არაპირებს და გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს მომავალში გვპირდება. ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირში ხელმისაწვდომი გახდება შიდსის ვაქცინა, რომელიც წელიწადში ორჯერ კეთდება. ის ორგანიზმში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გამრავლებას ბლოკავს და ინფიცირების რისკს ამცირებს. კლინიკურ ცდებში პრეპარატმა 100%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა. ექსპერტების თქმით, ეს 2024 წლის ყველაზე დიდი სამედიცინო გარღვევაა. წელიწადში ორჯერ აცრის შემთხვევაში ყოველდღიური აბების მიღება საჭირო აღარ იქნება. აგვისტოს ვენეციის 92 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს კუნძული ლიდო მასპინძლობს. კინოს ბიენალე 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალი გაიხსნა იტალიელი რეჟისორის პაოლო სორენტინოს ფილმით მადლიერება. ჟიურს უხელმძღვანელებს ორჯერ ოსკაროსანი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრე პეინი. Foto per la doppia coppia. Pure fotografo George Clooney in mezzo. Ai fotografi accreditati alla mostra. 27 აგვისტოს გაიხსნა და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება ევრობასკეტის 42 ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრები ღებულობს. ტურნირს მასპინძლობას 4 ქვეყანა უწევს: კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია. სწორედ რიგაში გაიმართება ფინალური ეტაპი და ჩემპიონი გამოვლინდება. პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის წინააღმდეგ გამართა 28 აგვისტოს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში. ჩვენებმა ბრწყინვალეთ ითამაშეს და მოქმედი ჩემპიონი 83-79 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ყოველ კვირას ტელეკომპანია ქართულის ეთერში გასული დღეების პოლიტიკური მოვლენები და კულტურულ სახელოვნებო სიახლეები. მე არ მინდა თქვენგან თავი დავიცოთ, თქვენ და მიცავდეთ მე კორპუსის დემონტაჟს. ტვინის გამოლაყება საზოგადოებისთვის პროპაგანდით. როდესაც ეს პირობად აკადემიის ხელმძღვანელები და იგივები დავიცავ ყველა არტისტს ჩემი იქნება თუ მისი იქნება. თაბ ლაპარაკი არ იმაზე რომ მართვის სტილია შესაძლებელი ქვეყნის. რუსების აგენტებს და ასე ვთქვათ გენერლებს როგორ დაატარებდა ბორტნიკოვს გომელაური. საინფორმაციო მიმოხილვაში კვირის ალმანახი. უყურეთ ტელეკომპანია ქართულს.